ვიტყუებოდი რომ თქვენ ახლა შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ ეთერში რა მეთოდებით უსწორდებიან, მშვიდობიან მომიტინგებს. აი ამ დროს რაღაც ფოიერვერკი გაისროლეს და თვალები რო დამეცვა, აი ესე რაღაცნაირად ესე ვაკეთებ ხელს. და მაგ დროს არც მინახავს მე რომ ვინმე ცდილობდა ჩემზე ძალადობას. ოპერატორმა დაინახა. ოპერატორმა გვიან დაინახა. უკვე მე ძირს ვეგდე აქ. და ოპერატორი როგორც კი მიხვდა რომ მე რაღაც შემემთხვა, მოტრიალდა. და ჩვენა კადრი როცა უკვე ჩანს როგორ გარბის ეს სპეცრას. დღემდე იმედი ამ კადრს არ აჩვენებს. და შენი ჩემზე თავდასხმის შენი მეგობრები, შენი თანამშრომლები. კი, ჩემი თანამშრომლები. და სურვილი მათთან კონტაქტის. ნუ ერთი თქვა და ერთი წერილი რომ მიგეწერა უბრალოდ. არა. არ მიგეწერა. არც კი მომიკითხეს. საერთოდ მესიჯიც არ მოუწერია. მაშინ ხელისუფლების დამოკიდებულება სხვანაირი იყო უკრაინის მიმართ და მაიდნის მიმართ. ხო, და გულშემატკივრები. ახლა რა მაიდანი არ გამოვა საქართველოში? ხო. ისევ ჩემ კოლეგებზე ვიტყვი, ვისთანაც მიმუშავია მაიდნის ამბებზე და ერთად რომ ვაშუქებდით ამ ყველაფერს, მაშინ კოლეგები, ვინც ახლა ფოიერვერკების სროლას ძალადობას და ტერორიზმს უწოდებენ პირდაპირ ეთერში, მაიდნის მონაწილეებს გულშემატკივრობდნენ. როგორც კი იგრძნობდი, როგორც მიჩება ეგეთი შთაბეჭდილება, შენ ტოვებდი იმედიას. კი. და მე ჩამოთვალოთ ეს არის. იმედი საზოგადოებრივი მაუწყებელი. TV9-მანამდე. ხო. ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია. ხო, და სადაც ვიმუშავე იმის გამო, რომ რაღაცა მაშინ მჯეროდა, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. ესე იგი მეზობლებისთვის გმირი ხარ. ხო, ესეც სიურპრიზი დამახვედრეს. ჩემი ფოტო იყო რომ მოვედი საავადმყოფოდან გაკრული.